შალვა გაბრიჩიძემ და გიორგი შილაკაძემ მათი მისამართით საერთაშორისო ორგანიზაციაში გამოქვეყნებულ მასალას მტკნარი სიცრუე უწოდა. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულმა ქალაქ ოზურგეთში შალვა გაბრიჩიძემ და ოზურგეთის გამგეობის აპარატის უფროსმა გიორგი შილაკაძემ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ წინასაარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით დადებულ დასკვნას, რომელშიც ორივე მაღალჩინოსანი პატიმართა ოჯახების დაშინებასა და ზეწოლაში იყვნენ მხილებულები, მტკნარი სიცრუე, აბსურდი და გაუგებრობა უწოდეს. შალვა გაბრიჩიძემ ასევე უარყო გაზეთ ალიონის 3 მაისის ნომერში გამოქვეყნებული სამართლიანი საქართველოსთვის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლელა ნაცვალაძის ბრალდება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გაბრიჩიძეს 28 აპრილს სამხარეო პოლიციაში პატიმრების მშობლები დაებარებინა და მათ ხმების სანაცვლოდ შვილების გათავისუფლება შეჰპირებოდა. 2010 წლის 11 მაისის ანგარიშში, რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო გამჭვირვალეობის საქართველოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის, იქ წავიკითხეთ, დაფიქსირდა ჩემი სახელი და გვარი, რომ მე თითქოს ვაწარმოებდი მოლაპარაკებას ესე პატიმრის მშობლებთან რაღაცების სანაცვლოდ, ვთქვათ, ხმების სანაცვლოდ და რაღაც წინასაარჩევნო კამპანიის არის მტკნარი სიცრუე და სრული პასუხისმგებლობით ვიძახით, რომ ეს არის წილისწამება. შემდეგ მეორე თემა იყო ის, რომ ალიონში გამოვიკითხე მე ერთ-ერთი სტატია არის ესეთი ლელა ნაცვალაძე თურმე პრესკონფერენციაზე უთქვამს 28 აპრილს, რომ შალვა შუქრი გაბრიჩიძე დადის პოლიციის შენობაში და თათბირებს ატარებს იქ პატიმრის მშობლებთან. ესეც სრული სიცრუეა. სრული აბსურდი არის და ამაზე გაკეთება აქცენტის რაც მოხდა, ეს არის სისულელე და საერთოდ ასეთი ფაქტი არ მომხდარა და ამაზე გაკეთება ზედმეტი ყურადღების მიქცევას მეგონი რაც არა. ოზურგეთში გურული ვაზის ასოციაცია ოფიციალურად დაფუძნდა. უფრო ცლად ამ თემის შესახებ ნინა ვაშალომიძე ისაუბრებს. ქართულ უფრო კონკრეტულად კი გურულ ვაზზე შეყვარებულმა ადამიანებმა ვაზის ფორუმზე ერთმანეთისთვის მიცემული პირობა შეასრულეს და გურიის რეგიონული ასოციაცია გურული ვაზი სულ ახლახან 14 მაისს დააფუძნეს. ასოციაციის დაფუძნება კი საზეიმო პრეზენტაციით სუფრასთან აღნიშნეს. გურული ვაზის პრეზენტაციამდე და არასამეწარმეო იურიდიულ პირად ჩამოყალიბებამდე დამფუძნებლებმა ანდრო ვაშალომიძემ, ზურაბ მენაბდემ, გიორგი გალოგრემ, ნუგზარ სარჯველაძემ, გოჩა შანიძემ, თემურ ჩხარტიშვილმა, ირაკლი ღლონდმა, ლუკა კეჭაღმაძემ, ალეკო მამეშვილმა და დამფუძნებელთა სიაში საგანგებოდ შეყვანილმა ასოციაციის საპატიო წევრმა, ქალაქ თბილისის მევენახეობა მეღვინეობის, ხილბოსტნეულის ტექნოლოგიისა და სპეციალისტთა გადამზადების სასწავლო ინსტიტუტის რექტორმა, პროფესორმა ნოდარ ჩხარტიშვილმა მარტის თვეში იდეის დონეზე ჩამოყალიბებული სურვილი უკვე მაისის თვეში რეალობად აქციეს და ასოციაციის წესდება დაამტკიცეს. აღნიშნულმა ასოციაციამ კი გამგეობის წევრებიც აირჩია, გურულმა ვაზმა იურიდიული ფუნქცია უკვე შეიძინა. ვაზზე და ღვინოზე შეყვარებული ადამიანები კი, როგორც თავად აცხადებენ, ახლა უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევენ ჩვენს რეგიონში არსებულ ვაზის ჯიშებს. უნიკალური გურული ვაზის აღმომჩენ რიგით მოქალაქეებს კი ასოციაციის წევრებისგან დიდი სიურპრიზი ელოდებათ. მათ საჩუქრად საუკეთესო ჯიშის ვენახის ნერგები გადაეცემათ. პროფესორი ნოდარ ჩხარტიშვილი ბატონი ანდროსა და მისი მეგობრების წამოწყებულ საქმეს შესაშურად მიიჩნევს. ვაზის ასოციაციას კი დიდ მომავალს და წარმატებებს უსურვებს. გადათ ძალიან დასამოვნებელი შეფერდა, რომ გურიაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელმაც ეს ეზანიშნავი ნაბიჯი გადადგეს და დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ გადაერჩინათ ის მეტად საინტერესო ჯიშები, რომელიც გურიაში ჩვენ წინაპირ შეუქმნია და საკმაოდ ბლომატად. შეიძლება ითქვას, რომ ეს რაღაც გამონაკლისიც შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ამ პატარა ტერიტორიაზე გურიის აი პატარა ტერიტორიაზე 60-მდე ადგილობრივი აბორიგენული ჯიში არის ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი. ახლა გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ჯიშები იკარგებოდა, რაღაც გარკვეული ნაწილი ჩვენი წინაპრების, ჩვენი მასალების მიერ შენარჩუნებულია. 40-მდე ჯიში სხვა საკოლექციონერებში ეხლაც მიდის გადარჩენა, მაგრამ კონკრეტულად აი გურიაში ბატონი ანდროსა და აი ამ ჯგუფის მიერ გაწეული შრომა უარესად დასაფასებელია. ესე გრძელდება ჩვენი მუშაობა მიმართულებით